სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. საყოველთაოდ დაკითხვა კონტროლის პალატაში. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ოპერაციას ატარებს. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ყველა პარტიის წევრი და აქტივისტი გასულ კვირაში ახსნა განმარტებას იძლეოდა. თამაში ცალკარში რა ხდება მაშინ, როცა მართველი პარტია ხელშეუხებელია. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. თამარ ჟვანია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი ოჯახი ფოთშის სიდუხჭირეში ცხოვრობს. სტუდენტ გოგონას ნოემბერში შესთავაზეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შეეგროვებინა, რაშიც მას თანხას გადაუხდიდნენ. გოგონა მეგობრებთან ერთად იმუშავა და ანაზღაურება 75 ლარი მიიღო. სწორედ ამის გამო ის ფოთის გამგეობაში დაიბარეს და ახსნა განმარტება ჩამოართვეს. თუ მიხვედი იმუშავი და თანხა გააკეთე, რატომ არ იკითხე, რომ ეს თანხა იყო თუ არა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან შემოსული თანხა, თუ არ იცოდი, რომ ეს იყო რუსეთიდან შემოსული თანხა. ანუ ბიძინა ივანიშვილის თანხა შემოაქვს რუსეთიდან. და მე ეს მცოდნოდა. აქ იყო ჩემი დანაშაული, რომ მე არ ვიცოდი, ვის დავალებას ვაკეთებდი. კონტროლის პალატაში იყო დაბარებული ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტის ძმაც, ფოთში მცხოვრები ავთანდილ ტყებუჩავა. მასთან კონკრეტული კითხვები არ ჰქონიათ. კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან ძირითადად პოლიტიკურ რჩევადარიგებებს და ნაციონალურ აგიტაციას ისმენდა. როდესაც ეს ახსნა განმარტების მიცემის პროცესი დამთავრდა, შემდეგ დამაკვალიანე რომ ცხოვრებაში აჯობებს შემდის რომ ამ იმაში აქტიური მონაწილეობა არ მიიღო ქართულ ოცნებაში და ჩვენი გამნათებელს და ჩვენ აი ესეთი დამპურებელ და იმის გვერდით უნდა დავდგე და ის ადამიანი უძებდა დარჩეს სათავეში. თუ მამა მარჩინაძე მეგონებოდი რომ არ გამოგივა და არაფერიო, მაინც დარჩება ეს იქანეო და წილა არ დაიღუპო თავიო. აბა ეკაო დამერტყო მაგიდაზე ხელი. აბა მომიყევიო რა იმას ქენიო ხელმოწერები რო შეაგროვეო. დამემუქრენ რომ შესაბამის რეაგირებას მიიღებს. არა შემოსავალი აქვს ოჯახს. სამსახურებრივი მდგომარეობით. ჩამეძიენ რაში შეიძლება დამეხარჯა ეს თანხა მარტოხელა დედას რომელიც ვარ უმუშევარი. ერთსაცმელიც გამხადეს ზედატანის ეს ქურთუკი თვითონ დაიტოვეს. შეიძლება ახალ პრეზიდენტ რომ მოვა ეთქოს გაახრეს თათრები საქართველოსთან წავიდეს აზერბაიჯანში. გასულ კვირაში კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობდა. სცენარი ყველგან ერთი და იგივე იყო. ჩხრეკა და შემდეგ დაახლოებით 2 საათიანი დაკითხვა. ვინც არ გამოცხადდა, შემდეგ უკვე პოლიციიდან მიიღო უწყება. ასეთი სიტუაცია იყო საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ხდება რეგიონებში ინფორმაციების დაზუსტება, თუ რამდენად ხორციელდება კანონშესაბამისად პოლიტიკური ხარჯები რეგიონებში, ხდება ინფორმაციის შეგროვება და მათი შედარება შემდგომ იმ დეკლარაციებთან, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილი აქვს კონტროლის პალატაში. კითხვები, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წევრებსა და აქტივისტებს უსვამდნენ, ნოემბრიდან დაწყებულ პროცესს, ბიზნესმენისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენის მიზნით ხელმოწერების შეგროვებასა და ქართული ოცნების გაზეთის დარიგებას შეეხებოდა. ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ დეკემბერში დასრულდა, ანუ მაშინ, როცა ნათია მოგელაძის უწყება არ არსებობდა. არ არსებობდა ცვლილებები კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელსაც წესით უკუგების ძალა არ გააჩნია. იმ პირებზე, ვინც 2011 წლის შემდეგ, ანუ 2012 წლის იანვრიდან განახორციელეს შემოწირულობები. ყველა ინფორმაცია არის, ან თუ არ არის განახორციელებული, იქნება საჯარო. ამ კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ავტორს პალიკო კუბლაშვილს ჩვენ ვკითხეთ, რატომ არ არის გამჭვირვალე იმ შემომწირველთა ვინაობა, ვინც თანხა ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს კანონის მიღების შემდეგ გადაურიცხა. რამდენიმე გადარიცხვა მაშინ კონტროლის პალატამ პრობლემურად მიიჩნია და ნაციონალებს ბიუჯეტში 95,858 ლარი დააბრუნებინა, რაც მმართველმა პარტიამ პირნათლად შეასრულა. თუმცა შემომწირველების გვარები მაშინ არც ნაციონალებმა და არც კონტროლის პალატამ საჯარო არ გახადეს. მიუხედავად პალიკო კუბლაშვილის რჩევისა, ინფორმაციას ამ პერსონების შესახებ ვერსად ნახავთ. მას შემდეგ რაც ეს კანონი მივიღეთ, ნებისმიერ ამ პერსონთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოთ, როგორც კონტროლის პალატისგან, ისე ნაციონალურ მოძრაობისგან.
მაშინ როცა საქმე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეხება, კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ უკუგების ძალა არ ენიჭება. თუნდაც საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან ჰქონდეს. კვირის რეპორტაჟმა რამდენჯერმე გადაამოწმა ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა სიები. აღმოჩნდა ათეულობით შემთხვევა, როცა ფიზიკურ პირებს 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს სოლიდური თანხა ნაციონალებისთვის გადარიცხული არ ჰქონდათ, თუმცა ისინი შემომწირველთა სიებში მოხვდნენ. ექსპერიმენტი ახლაც ჩავატარეთ. ალექსანდრე ქანდაურაშვილს, რომელსაც ოჯახში ვესტუმრეთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის შეწირული აქვს 15,000 ლარი. შეწირულობა გაკეთებული გააქვს? არა. აქ უბრალოდ საშუალება არ აქვს მაგისი, რომ ვინმეს რამე გადაურიცხო. მეორე შემთხვევაში კი რამაზ გუნიავას ნაციონალებისთვის შეწირული აქვს 30,000 ლარი. რამაზ გუნიავა მაშინ კომერციულ ცენტრ ლილოს აღმასრულებელი დირექტორი იყო. მისი ოჯახის წევრები ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. უარყოფ, ეგ ხო იცით, ვის როგორი ნებაყოფლობითაა გადარიცხული? ხო იცით? არა, ხომ იცით? უარ გაგიჯერეს ხალხი. ჯერ შეხედეთ აგერ ძღოლი კაცი ვარ, მე რა მოჩეთას როგორ დავუხად ძღოლი კაცი ვარ. არც ერთ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. არ დაინტერესებულა არც პროკურატურა და არც მოგელაძის უწყება. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყურადღება ბიძინა ივანიშვილის პერსონაზია გადატანილი. ჯარიმების თანხა, რომელიც ქართულს და ბიზნესმენთან დაკავშირებულ კომპანიებს დაეკისრა, 4 მილიონ ლარამდეა. ბოლო დაჯარიმებული ელიტა ბურჯია, რომელმაც კონტროლის პალატის ინფორმაციით ქართული ოცნებისთვის მაისურები დაამზადა. ამ მომსახურებისთვის კი კონტროლის პალატის მტკიცებით ქართულ ოცნებას არანაირი ხარჯი არ გაუწევია. თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ მაისურები არ არსებობს და სავარაუდოდ საუბარია შემოდგომაზე დამზადებულ მაისურებზე. ანუ კანონს ისევ უკუგების ძალა ენიჭება. არის ის ცნობილი ბჭყალებში კიდევ ერთხელ სკანდალი, რომელიც აგვიგორის ქურდაძე ხუხუნაიშვილით, რომ თურმე ისინი გეგმავდნენ ქართული ოცნებისთვის შემოწირულობის გაკეთებას. მე შემოწირულობა არ გააკეთეს, ოღონდ კონტროლის პალატამ მაინც დაგვაჯერიმა შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, რომელიც არ გაკეთებულა. ნული გაამრავლეს 10-ზე და მიიღეს 400,000. კიდევ ერთი ჯარიმა ქართულ ბანკს დაეკისრა 822,040 ლარის ოდენობით. ისტორია ასეთია. ქართულ ბანკის თანამშრომლებს სოლიდური თანხა ჩაერიცხათ პრემიის სახით 1 წლის ხელფასის ოდენობით. პრემიის ჩარიცხვიდან ზუსტად 1 თვეში 2 ადამიანი ნაციონალურ არხებზე ერთდროულად იძლევა ინტერვიუს და აცხადებს, რომ მათ ამ თანხის ქართული ოცნებისთვის გადარიცხვა მოთხოვეს, რის გამოც ფულს უკან აბრუნებდნენ. ფული გადარიცხული არ იყო, თუმცა ბანკი ამ თანხის ათმაგი ოდენობით მაინც დაჯარიმდა. ყოველთვის ვიყავი აპოლიტიკური პიროვნება. გადავწყვიტე, რომ აღნიშნული თანხა დამებრუნებინა. ჩავერიცხა არლოგიკურად მაღალი ოდენობის პრემია, რომელიც უნდა გადარიცხულიყო შემდგომში ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოძრაობის ანგარიშზე. ვინ არიან ეს ადამიანები, რამაზ ქურდაძე და ზვიად ხუხუნაშვილი, რომელთაც ბონუსზე უარი თქვეს და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს. ნაციონალურ არხებს არ უხსენებიათ, რომ ამ სპექტაკლის მთავარი მოქმედი გმირები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. რამაზ ქურდაძე განათლების მინისტრის მოადგილის ირინა ქურდაძის ძმაა. ზვიად ხუხუნაშვილის მეუღლე კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში PR სამსახურის უფროსია. ეკა ბენდელიანს ერთი კითხვით მივმართეთ. ხომ არ მოახდინა მისმა თანამდებობამ გავლენა მეუღლის უჩვეულო გადაწყვეტილებაზე. მე ვაგრძელებ ჩემს მუშაობას, ვარ და ვიქნები კიდევაც გარა არანაირად მე ამ ინფორმაციას არანაირად არ ვადასტურებ. ამ შემთხვევაში ადამიანს ჩაერიცხა თანხა, დაუკითხავად ჩაურიცხეს თანხა, რომელიც აღემატებოდა, ან მონიტორინგს ექვემდებარებოდა და ჩვენ კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ჩემმა მეუღლემ. არანაირად არ ყოფილა გამოვრიცხავ ყველანაირ ზეწოლას, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს მეუღლეზე. ნათია მოგელაძის სამსახურის ქმედებებმა ამერიკის ელჩის შეშფოთებაც გამოიწვია. ჯონბასმა სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ. შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ. გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ჯონბასის შეწუხებას კონტროლის პალატის შემდგომ ნაბიჯებზე აისახება. ნათია მოგელაძის უწყებისთვის ახალი სამუშაო კვირა იწყება.
პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნის კიდევ ერთი მაგალითი. ნათია თოიძე მოგიყვებათ რა ვითარებაში დააკავეს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი. პოლიციის გენერალ-მაიორს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ასამართლებენ. საქმე სავარაუდოდ სტრასბურგში გაგრძელდება. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ პატაკს, რომლითაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი გამრეკელაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსს მიმართავს. გამრეკელაშვილი ზურაბ პატარიძეს ქალაქში შეიარაღებული ადამიანის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდის და მისგან შემდგომ მითითებებს ითხოვს. პატაკი 2011 წლის 11 ოქტომბრით არის დათარიღებული. მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველ განყოფილებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თამაზ თამაზაშვილი მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ინახავდეს და ატარებდეს ცეცხლსასროლ იარაღს და იგი გადაადგილდება ნისანის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით MSS 457 თბილისში საბურთალოს რაიონში კოსტავას გამზირი 71-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დეტექტივ-გამომძიებელ გამრეკელაშვილის პატაკში ნახსენები თამაზ თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და ამჟამად ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. იარაღის უკანონო ტარებისთვის ის პოლიციამ 11 ოქტომბერსვე დილით დაახლოებით 9 საათზე დააკავა. აყვანის ოპერაცია კოსტავას ქუჩაზე მაშინ ჩატარდა, როდესაც თამაზ თამაზაშვილს 13 წლის შვილი საკუთარი ავტომანქანით სკოლაში უნდა წაეყვანა. თუ ადამიანი არსებობს ოპერატიული ინფორმაცია და ისეთი სასწრაფო რომ ამდენი გამომძიებლის სამსახურში დაბარება გამოიწვია, ბუნებრივია იმ წუთში უნდა მომხდარიყო, არ შეიძლება ადამიანი თქვა ღამის 2 საათიდან 9 საათამდე მუდმივად თბილისში გადაადგილდებოდეს. მაგრამ 9 საათზე დაიწყო ოპერაცია და თავად ეს გამომძიებლები ვერ ყვებიან როგორ ჩატარდა ოპერაცია, ურთიერთგამორიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენებებს იძლევიან, რომელიც ერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ რამოდენიმე ვიყავით, ერთი ამბობს, რომ ჩვენ წავედით მეორეს მანქანით და ის მეორე ამბობს, რომ მე ჩემი მანქანით არ ყოფილვარ, სხვისი მანქანით ვიყავი, ვერავინ ვერ იხსენებს, როგორ შედგა ჩხრეკის ოქმი. თამაზ თამაზაშვილის ინტერესებს სასამართლოში შალვა თადუმაძე იცავს. ადვოკატი დაპატიმრებისა და სხვა ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების დროს პოლიციის მიერ დაშვებულ სხვა შეცდომებზეც საუბრობს. თადუმაძე ყვება, რომ დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის პირადი ჩხრეკა არ მომხდარა. პოლიციამ ჯერ რატომღაც ნისანი გაჩხრიკა და საბარგულიდან ტომარაში გახვეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ექსპერტიზაზე კი დადგინდა, რომ ავტომატი მწყობრიდან გამოსული იყო. ერთმანეთს არ ემთხვევა მოწმეთა ჩვენებებიც, რომელთაგან ნაწილი გამომძიებელია, ნაწილი კი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი. მას არ ქონდა იარაღი და ცალსახად მიუთითებს, რომ საქმეში რაღაცეები არის ისე გაკეთებული, რომელიც სამართლებრივ ლოგიკაში ვერ ჯდება. ანუ აუცილებლობა ამ ღონისძიებების გატარების არ იქნებოდა თუ თქვათ თამაზაშვილის მართლა იქნებოდა პირადი იარაღი, თუ ინფორმაცია, რომელიც პატაკშია მითითებული, უტყუარი იქნებოდა და ელემენტარულად ოქმზე იქნებოდა დროები ისე დაფიქსირებული, რომ ერთმანეთთან ცდომილებაში არ მოსულიყო. 55 წლის თამაზ თამაზაშვილი პოლიციის გენერალ-მაიორია. მას ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის 30 წლიანი სტაჟი აქვს და კრიმინალთა ბრძოლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო. თამაზაშვილი 1997-2000 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციის უფროსი იყო. 2000-2002 წლებში კი კახეთის სამხარეო პოლიციას ხელმძღვანელობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ გენერალ-მაიორ თამაზაშვილს იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ოფიციალურად ჰქონდა. მას კანონით მინიჭებული აქვს იარაღის შენახვა, ტარების უფლება, არა ავტომატურის. სწორედ აქედან ამიტომ გააკეთეს, რომ ვითომ ავტომობილში ის ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული, სხვაში არაფერი არ შეიძლება ამას უწოდო, თუ არა დანაშაული. თამაზაშვილის ოჯახის წევრებსაც და ადვოკატებსაც პროცედურული დარღვევების გარდა შეკითხვები ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებითაც აქვთ. დაკავებულის ავტომანქანაში ავტომატის, ხოლო დედოფლისწყაროში მდებარე დაკეტილ სახლში ავტომატთან ერთად ხელყუმბარის აღმოჩენამ გაამძაფრა მათი ეჭვი, რომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს იარაღი ჩაუდეს. გადაიყვანეს ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში. იქ უთხრეს, რომ შენს ავტომობილში არის ავტომატი, ანუ უთხრეს, რომ ასე უნდა იყოს საბუთების მიხედვით, იქ ოქმი შეადგინეს და უთხრეს, რომ ასეთი ვითარებაა. ანუ თვითონ პოლიციელებიც რომ არ მალავდნენ მასთან.
უთხრეს რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს პრინციპში, იმიტომ რომ ის ურჩიეს რომ იქნებ აღიარო და რაღაც. 11 ოქტომბერს თამაზ თამაზაშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათში თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა და დედოფლის წყაროში ოჯახის კუთვნილი სახლი გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა თბილისში ვერაფერს, მაგრამ დედოფლის წყაროში დიდი რაოდენობით იარაღს მიაგნეს. ჩხრეკას პოლიციის თანამშრომლების გარდა თამაზაშვილის მეზობელიც დაესწრო. მოწმე ვანო ყაზარაშვილმა, რომელიც სასამართლომ უკვე დაკითხა, ტელეკამერასთან ღიად საუბარი არ ისურვა. მეზობელი ყვება, რომ პოლიციამ კედლებიდან ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჩამოხსნა და წაიღო. ასევე აღმოაჩინა იარაღი, რომელიც სავარაუდოდ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრს, თამაზ თამაზაშვილის პაპას ეკუთვნოდა. სიძველის გამო მის იდენტიფიცირებას სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამის გარდა პოლიციამ თამაზაშვილის სახლის კარადაში ახალი იარაღიც იპოვა. თოფიავი ზეცანადიო გარაში. მაკაროვი ის მეორე იყო სეიფში იყო. ორი წელი ის იყო. ერთი გამბაჩები რაძველებული. ორი იგი. მოვიდა ხერხუმარა და ავტომატი იყო. დედოფლის წყაროში თამაზაშვილის სახლის ჩხრეკას 1998 წელს მიღებული და დღეს უკვე გაუქმებული კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ორი წარმომადგენელი, გია ჯერვალიძე და გიორგი ფოცხვერაშვილი დაესწრნენ. ჩხრეკის დეტალების გასარკვევად ჩვენ დედოფლის წყაროს გამგეობაში რწმუნებულის თანაშემწეებს მივაკითხეთ. სამსახურში მხოლოდ გიორგი ფოცხვერაშვილი დაგხვდა. რწმუნებულმა სოსო უზუნაშვილმა განხორციელებული ზარის შემდეგ მოწმეს ჩვენთან გასაუბრების საშუალება აღარ მისცა. სოსო აი უბრალოდ სოსო ჟურნალისტები ხარ? დიახ. ეს ჩხრეკას დასწრებიან გამგეობიდან ეს ორი ადამიანი და უბრალოდ რომ მოგვიყვნენ რა ნახეს. ეს არის სტუდია GNS. არა რაღაც საქმეა თამას გადის ახლა. არა, საქმეა ყოველოდებით და რატო გადის? არა, ნო, საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე თამაზ თამაზაშვილის დაკავების ფაქტი არ დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რომ იარაღის უკანონო ტარება მძიმე დანაშაული არ არის და ამიტომ თამაზაშვილის გვარი 11 ოქტომბერს დაპატიმრებულთა სიაში ვერ მოხვდა. პოლიციის მიერ იარაღის ჩადების ბრალდებას უტიაშვილი ასე პასუხობს. არა, სწორდება ასე. ხო, საერთოდ თუ ნახავთ არის ხოლმე ყველობა ყაჩაღობა, ან ძიმ გახურებულ დანაშაულებს, ეს არ გიზოგუთება დანაშაულებს და შესაძლოა დასწროს საიტზე. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტისა და ქართუბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ზუსტად 4 დღეში დაიჭირეს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მე ვფიქრობ, თუ გადაწყვეტდა ჩემი სიმამრი პოლიტიკაში ჩართვას, რისიაც ვთქვათ გათვლაც ალბათ ჰქონდათ. მას ქონდა რეალური შესაძლებლობა რომ კახეთში ქონოდა სერიოზული გავლენა. ჩემი სიმამრი დღეს არის პოლიტპატიმარი, ის არის დაკავებული პოლიტიკური მოტივით. თამაზ თამაზაშვილის ოჯახი საქართველოში ყველა ინსტანციის უშედეგოდ გავლის შემთხვევაში თავის დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს. პატიმარი თავს დამნაშავედ არ ცნობს და შესაბამისად არ დათანხმდა პროკურორის შეთავაზებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ 7-დან ბოლო 3 წელი პირობითი პატიმრობით მოიხადოს. როგორ იკრიბება რეგიონებში აუდიტორია სპეციალურად პრეზიდენტ სააკაშვილისთვის. ნებისმიერ რეგიონში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩადის, სასწავლო პროცესი წყდება და მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ნაციონალების პარტიულ ღონისძიებაზე მიჰყავთ. წინააღმდეგობა ავტომატურად სამსახურიდან გაშვებით მთავრდება. ხდება თუ არა სკოლების პოლიტიზირება, ამის გასარკვევად თამარ კენკიშვილი კახეთში ჩავიდა. ჩვენ ტელეგრამი GNS-ი ვართ ასეთი სტუდია. GNS-ი ეს სამთავრობო, არასამთავრობო როგორ არის? ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ქვემოალვანის სკოლის დირექტორმა იურიმ რელაშვილმა. მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ სახელისუფლებო ტელევიზიის წარმომადგენლები არ ვიყავით,
კომენტარზე უარი გითხრა და ინტერვიუს შესათანხმებლად სამინისტროში გადაგვამის ამართა. თუ რაიმე ინფორმაცია არის ყველასთან დაკავშირებით საჭირო, განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს უდავება. ქვემო ალვანის სკოლის დირექტორთან ჩვენ იმის გადამოწმება ვცადეთ, თუ რატომ ჩაიშალა 5 მარტს მის სკოლაში სასწავლო პროცესი. საიდან ხართ ბავშვებო? ქვემო ალვანი. საიდან ხართ ბავშვებო? ჩაგვიტარდა 5 გაკვეთილები. გაკვეთილები არ გააქვთ? გაკვეთილები და წარმოება. საიდან ხართ? მეორე საჯარო სკოლა. ეს კადრები კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიერ 5 მარტს პირველ საათზეა გადაღებული. ახმეტის რაიონის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები საავადმყოფოს ტერიტორიისკენ მიიჩქარიან. ახმეტაში სადაზღვევო კომპანია იმედიელის მიერ აშენებული 20 ადგილიანი საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილმა სწორედ 5 მარტს გახსნა. საგანგებოდ პრეზიდენტის დასახვედრად ახლომახლო სოფლებიდან მიკროავტობუსები და ავტომანქანის საბარგულებით სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ჩაიყვანეს. ამ მიზეზით სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ქვემო ალვანის სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი სასწავლო პროცესის ჩაშლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ახმეტაში ჩაყვანას თავად გაუწია ორგანიზება. პირადად მე გავუკეთებ ორგანიზება გადაყვანას, ანუ გადავედით ერთად და თქვენ ვერ დამიდასტურებთ იმას, რომ ჩემი მოსწავლეები თორმეტ საფრთხეში იყო. მაშინ რისი ხარჯებით მოახდინეთ ორგანიზება? არაფერი ბატონო, ჩვენი ხარჯები. ანუ სკოლის ხარჯები, ანუ საკუთარ ჯიბიდან. საკუთარ ჯიბიდან. შესახვედრად პრეზიდენტთან. საიდან ხართ? სააკაშვილთან შეხვედრაზე. საიდან ხართ? მათანი. პრეზიდენტთან შესახვედრად. შეხვედრაზე პრეზიდენტთან. სააკაშვილის დასახვედრა. იაგე ბატონი შემოგბრძანდებაო და იმისთვის ჩამომიყვანეს. გაკვეთილების ჩაშლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სკოლის დირექტორი. ბელა ბახბახიშვილი აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი და იმავდროულად ადგილობრივი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატია. მე დირექტორიც ვარ და თან ვარ დეპუტატი. აჰა. ხო და ეხლა მასეთი ამბავი ხდება და პრეზიდენტი ყოველდღე არ მოდის და მე ნამდვილად ვიყავი. და ვალდებულიც ვიყავი რომ უნდა ყოფილიყო. გაკვეთილები ჩატარდა, აქ არაფერი არ დაშავებულა. რაც მე მყავს სამინისტრო უფროსი, იმათთან არაფერი გაგუფუჭებია, გაკვეთილები გვევალებო და ჩავატარეთ და მე იმის მერე ზოგს 2 გაკვეთილი ქონა, იმისაც წავიდა. მართველი პარტიის წევრი და ახმეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატია ახმეტის რესურს ცენტრის დირექტორიც, რომელიც რაიონში საგანმანათლებლო სისტემას კურირებს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 საჯარო და 5 საბაზო სკოლა ფუნქციონირებს. 6016 მოსწავლის აღზრდა განათლებას 772 მასწავლებელი ემსახურება. ბელა მაროქაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისადმი მადლიერების გამოსახატად სოფლებიდან მასწავლებლები საკუთარი ხარჯებითა და ინიციატივით ჩამოვიდნენ. ნამდვილად არ ჩაშლილა, თორე ეხლა პრეზიდენტი ჩამოგზავნა, ვისაც სურვილი ჰქონდა ბავშვთუდიც, მე ვფიქრობ, რომ მაგაში დანაშაული არაფერი არ არის, რომ პრეზიდენტი თავის ქვეყნის პრეზიდენტთან მივიდა შეხვედრაზე ეხლა. იქ 10000 კაცი იყო და ეს ხალხი თავის გულით იყო მოსული და რო დამთავრდა შეხვედრა, ამბობდნენ უკმარის კიდე მინდოდაო რომ ყოფილიყავით ახლა. და ვინ დააფინანსა? არა, ვის უნდა დაეფინანსებინათ? აი თქვათ მასშტაბით ჩამოვიდნენ მანქანები. ჩვენ ერთი თეთრი საშუალება არ აქვს სკოლამ რომ ასეთი გადარიცხვა, გამორიცხვა გააკეთოს, ის დირექტორი დაიშჩება სამაგალითოდ, იმიტომ არც ერთ შემთხვევაში სკოლას არ აქვს მაგისი უფლება. რომ აი ასეთი ხარჯებისთვის გაიღოს თანხა. გამოგზავნეს მარშრუტი და გუფინანსა უკვე განათლების გაყოფილება. გადაგვიხადა სკოლა თავისი ხარჯებით. ჩამოსულებს შორის იყო ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე და ხდებოდა უკვე პირველ და 2 საათზე, როცა უნდა იყოს სასწავლო პროცესი და ბავშვებს პასუხიც არ ჰქონდათ იმაზე, რისთვის იყვნენ ჩამოსულები ახმეტაში. როცა ჩვენ მასწავლებლებს ვკითხეთ, მათ დაგვიდასტურეს, რომ სასწავლო პროცესი მთავრდება 14 საათსა და 40 წუთზე და მათ გაკვეთილების ნაწილი გააცდინეს იმის გამო, რომ ჩამოსულიყვნენ პრეზიდენტთან და მათი მგზავრობის ხარჯები ასევე დააფინანსა განათლების განყოფილება მიგივე საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა. მართველი პარტიის სახესთან და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშულთან ჩვენ იმის გარკვევა შევეცადეთ,
ირღვევა თუ არა განათლების შესახებ კანონი, როდესაც პრეზიდენტისთვის საჭირო აუდიტორიის შესაკრებად სასწავლო პროცესი წყდება. პრეზიდენტის შეხვედრაზე იკრიბებიან პრეზიდენტის მომხრეები, იქ არიან ხანშესულებიც, ახალგაზრდებიც, ძალიან ბევრი ხალხი მოდის პრეზიდენტთან შესახვედრად. ესენი სკოლის სასწავლო პროცესის დროს ძალით და ძალადობით არავინ არ მოყავთ, თუ სასწავლო პროცესი დაირღვა, ეს ცუდია. მოგვიანებით გაბაშულმა ინტერვიუსთვის თავად მოგვაკითხა და ასეთი განმარტება გააკეთა. როცა პრეზიდენტი ჩადის რაიონში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ რაიონისთვის და გადამოწმებული იქნა ჩემს მიერ განათლების სამინისტროში არანაირი სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. ის საათი, ან გაკვეთილის ნახევარი, რომელიც ამ შემთხვევაში გაცდა, იქნება კომპენსირებული. პრეზიდენტი ჩამოდისო? პრეზიდენტის შესახებ რა თავი? თუ ავტობუსს არ გააჩერებ, სადა მამიგანი მოვას ცივად ბავშვებს და ისმენ მონტანაში. მოვედით იმისთვის, რომ მოუხადოთ პრეზიდენტს მადლი მადლობა. მუშაობ სადმე? ლაფანყურის საჯარო სკოლაში. თქვენი თანამშრომლები წამოვიდეთ, მორდ თქვენ ხართ? ჩვენი თანამშრომლები წამოსულები არიან. რისთვის მობრძანდით აქ? პრეზიდენტის შესახებ. მე ავაშენე ახალი ბათუმი, მე ავაშენე ახალი ზუგდიდი, როგორც ახლა ვაშენე, მე ავაშენე ახალი ქუთაისი, მე ავაშენე ახალი თბილისი და მე ავაშენე ახალი თელავი და ახალი კახეთი. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ამბობს, რომ სკოლა აპოლიტიკური უნდა იყოს და 5 მარტს სასწავლო პროცესის ჩაშლით ზოგადი განათლების შესახებ კანონი ცალსახად დაირღვა. უნდა დაინტერესდეს განათლების სამინისტრო, ვის ინიციატივა იყო, თუ ეს თვითგანათლების სამინისტროსგან არ მოდის, ესეთი ისა, მე ეჭვმეპარება, რომ ადგილობრივ მართლობას თუნდაც განათლების სამინისტროსთან შეუთანხმებლად ჰქონდეს უფლება, რომ აი ესე ცალსახად შეწყვიტოს სასწავლო პროცესი. ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადგენს, რომ სკოლა არის აპოლიტიკური, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და თვითონ სკოლამ უნდა უზრუნველყოს ამის დაცვა. რომ ბავშვები გაიზარდონ თავისუფალ მოქალაქეებად. დაიბადა პირველ ბიჭი? შიო. შიოს მოვიდახურე. 2011 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგის საავადმყოფო სამტრედიაში გახსნა. ქვეყნის პირველ პირთან შესახვედრად ორგანიზებულ აქციაზე სამტრედიის ცენტრში არ მისულა სამტრედიის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგი ივანე კილტავა. 9 იანვარს ივანე კილტავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფიზკულტურის პედაგოგი, რომელიც 28 წელი სკოლაში მუშაობდა, სამსახურიდან მის გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. დირექტორის ტელეფონზე შემოვიდა ზარი, როდესაც თხოვენ, რომ მაინც ეს პიროვნება გილდავა ივანე ნომერ მე-7 საშუალო სკოლის მასწავლებელი განთავისუფლდეს სამსახურიდან. მე არა ვარ ნაციონალი და მე ვარ უბრალოდ არაპარტიული ადამიანი, მაგრამ მე არ მომწონს დაუშვათ და რაღაცებს ჩემი გადასახეთიდან ვაფასებ. მე არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე წავსულიყავი იქ და დაუშვათ იქ ტაში დამეკრა, ან ოვაციები შემომეძახა, ან რაიმე მეყვირა, ან იქ რაიმე ფონი შემეკნა. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო. აი ეს არის ჩემი დეკლარაცია. კარტელური შეთანხმების საფუძველზე დღეს დილიდან ქართულ მომხმარებელს საწვავის ფასი კიდევ 5 თეთრით მომატებული დახვდა. გალფის, სოკარი, ლუკოილი, ვისოლი, რომპეტროლი ვინ აკონტროლებს საქართველოში ბენზინის ფასს? რა ფულით გახდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ქვისლი ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანია გალფის მფლობელები. კვირის რეპორტაჟის გამოძიებაში ნახეთ, რამდენი მილიონი ილექება ყოველწლიურად ახალგამოჩეკილი ქართველი ოლიგარქების ჯიბეებში. 2022 გავყოთ 1350 litrზე, მივიღებთ 1 ლიტრის ფას ლარი და 80. რა ღირს და რეალურად რა უნდა ღირდეს საწვავი ქართულ ბაზარზე?
ასოციაცია სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის ხელმძღვანელი ბექა კემულარია საწვავის ბაზრის ანალიზს მესამე წელია ახორციელებს და ამბობს, რომ საერთაშორისო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების, ტრანსპორტირების, აქციზის, დღგ-ს და კომპანიების მოგების მიღების ჩათვლით საქართველოში ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 35.40 თეთრით იაფი უნდა ღირდეს, ვიდრე სინამდვილეში ღირს. 1 ტონა რეგულარის ფასი პლაცის მიხედვით 1594 ლარია. აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირება კომპანიებს 40 ლარი უჯდებათ. აქციზის ფასი 250 ლარია. სხვა ხარჯები 157 ლარს შეადგენს. დღგ 371 ლარი. სავარაუდო მოგება საშუალოდ 3-6%-ით განისაზღვრება, რაც ტონაზე 79 ლარია. 1 ტონა რეგულარის ტიპის ბენზინი, რომელიც 1350 litrს შეადგენს, 2432 ლარი ჯდება. კალკულაციით ნათელი ხდება, რომ 1 ლიტრი რეგულარის ფასი საქართველოში საწვავის ბაზარზე 2 ლარი და 15 თეთრი, ან 2 ლარი და 20 თეთრი კი არა, 1 ლარი და 80 თეთრი უნდა ღირდეს. საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს 60 მილიონ ლიტრ საწვავს და შესაბამისად გამოდის, რომ ყოველთვიურად უკანონოდ, ანუ ზემოგების სახით კომპანიებს მიაქვთ სადღაც დაახლოებით 22-24 მილიონი ლარი. თვეში ათეულობით მილიონი ლარის ზემოგებას იღებენ საწვავის იმპორტიორები დიზელის რეალიზაციიდანაც. ბენზინსა და დიზელზე მაღალი ფასის დაწესებით ავტომატურად ზრდება ყველაფერი, საკვებიც და პირველადი მოხმარების პროდუქტიც, რაც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოების ცხოვრებას კიდევ უფრო აძვირებს. როდესაც აი ამ სტრატეგიულ ბიზნესებში, პირველადი მოხმარების ბიზნესში, მათ შორის საწვავის ბიზნესშიც, ხელოვნურად ზრდი ფასებს და მონოპოლიურ საქმიანობას უწყობ ხელს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორედ რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს ვძარცავთ ამითი არცეთი გადაწყვეტილებით. ძარცავს ხელისუფლება. რამდენიმე თვიანი კვლევისა და ანალიზის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იზორიაც ადასტურებს, რომ საქართველოში საწვავის ბაზარი კარტელური შეთანხმების საფუძველზეა მონოპოლიზირებული. ხელისუფლების თანხმობის გარეშე ამ ბიზნესის დაწყება და მით უმეტეს საწვავზე ფასის დაწევა აბსოლუტურად გამორიცხულია. ამის ნათელი დადასტურება, რომ ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებულ კარტელურ შეთანხმებას, ანუ ფასების შეთანხმებას, რაოდენობის შემოტანას და ბაზარში საერთოდ მოქმედების ერთნაირ გეგმას უკავშირდება, ადასტურებს ის ფაქტი, რომელიც მოხდა სულ რაღაც ახლო წარსულში, კერძოდ 13 და 26 თებერვალს. და რა მოხდა ამ ორ დღეს? ამ ორ დღეს ამ ხუთივე კომპანიამ დროის ერთ მონაკვეთში ერთი და იგივე მოცულობით მოუმატეს, კერძოდ კი 5 თეთრით საწვავის ღირებულებას. საწვავის ბაზრის მონოპოლისტ კომპანიებს მთავრობის მხრიდან მწვანე შუქი ნებისმიერი მიმართულებით აქვთ ანთებული, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებშიც. 2012 წლის 18 იანვარს საწვავის სახელმწიფო შესყიდვების კონსოლიდირებული სატენდერო კომისიის მეორე სხდომაზე გადაწყდა, რომ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია მთელი წლის საწვავს ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე 3 გამარჯვებული კომპანიისგან იყიდის. 3-დან 2 სამპეტროლიუმ ჯორჯია, ანუ გალფი და უნიგრუპი, ახლო წარსულში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დღეს კი ქართველი ოლიგარქის დავით კეზერაშვილის კომპანიებია. მესამე კომპანია კი ძმები ფხაკაძეების საკუთრებაში მყოფი ვისოლია. მთავრობაში არაკეთებენ კომენტარს თუ რა პრინციპით შეარჩიეს საწვავის მომწოდებლად კეზერაშვილი და ფხაკაძეები ტენდერის გამოუცხადებლად, მით უმეტეს რომ გალფი ბაზრის სულ ახალი მოთამაშეა. საბითო მობადილის მონოპოლისტია სოკარი და საცალო ბაზრის მონოპოლისტად, ანუ ესე რომ ვთქვათ, მონოპოლისტის შექმნად ქმნიან გალფს. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მარტო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბენზინის 45% შემოდის. ამ მონაცემებს ეჭქვეშ აყენებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ სინამდვილეში აზერბაიჯანზე იმპორტირებული საწვავის გაცილებით დიდი წილი მოდის. აზერბაიჯანული საწვავის მოწოდებას საბითუმო ბაზრის მონოპოლისტი სოკარი ახორციელებს. თუმცა რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ სოკარის განნაყიდ საწვავს კეზერაშვილის გალფი თავის ქსელში უფრო იაფად ყიდის, ვიდრე თავად სოკარი. ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ სოკარის ბენზინი გალფის გავლით ვისოლის ქსელში წხვდება. ბაზარზე როდესაც შემოვიდა გალფი, ხელოვნურად აწიეს ფასი და უპირატესობა მისცეს, ესე რომ ვთქვათ, გალფს ფასების მხრივ.
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წლის 17 აგვისტოს რეგისტრირებულ შეპესე სოკარ ენერჯი ჯორჯიას აქვს, რომლის 24.5%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა. 24.5%-ს კი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია პეტროტრანსი ფლობდა, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია. 2010 წელს ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან გაიქცა და ბიზნესში წილიც დათმო. ჩვენ დავინტერესდით, ვის ეკუთვნის დღეს ჩხარტიშვილის დათმობილი წილი, ანუ სოკარ ენერჯი ჯორჯიას ქართული 49%. თუმცა როგორც სხვა ქართული კომპანიების რეალური მფლობელების კვალი, ესეც ოფშორში იკარგება. სოკარის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიზეზით ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს. უკაცრავად არ აქვს კომპეტენტური პირი ვინც გიპასუხებს. შეხვედრაზე ვარ უბრალოდ დაგილაპარაკე. საწვავის ბაზარს ფაქტობრივად ორი კომპანია, სოკარი და გალფი აკონტროლებს. ბაზარზე არსებულ 5 მოთამაშეს თამაშის წესებს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი უსაზღვრავს. დავით კეზერაშვილმა საჯარო სამსახური 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა. საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტების თანახმად 6 თვის შემდეგ 2009 წლის 29 ივლისს ლუკოილის დისტრიბუტორი კომპანიის უნიგრუპის 100%-იანი წილის მფლობელმა გიორგი პირველმა რატომღაც გადაწყვიტა და ამ კომპანიის 50% სწორედ კეზერაშვილს მიჰყიდა. ლუკოილის შემდეგ კეზერაშვილის საკუთრებაში სენტას, მაგნატისა და ეკოს ქონება გადავიდა. ყველა ეს კომპანია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გალფის ბრენდის ქვეშ გააერთიანა. ის რომ გალფის ხელმძღვანელი ნამდვილად დავით კეზერაშვილია თავადაც ადასტურებს. თუმცა არ საუბრობს საიდან გაუჩნდა მილიონები 33 წლის ყოფილ მინისტრს, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ 5 წელი მხოლოდ საჯარო სამსახურში მუშაობდა. საჯარო რეესტრში გალფის მეპატრონეთ დავით კეზერაშვილი არ ფიქსირდება. ოფიციალურად გალფის 100%-იანი წილის მფლობელი კახაბერ ნინუაა. იგი დავით კეზერაშვილის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. ამავე დროს ნინუა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლის, ჟურნალ ტაბულას გამომცემლის თამარ ჩერგოლეიშვილის დისკმარია. მანამდე ის კეზერაშვილის დახმარებით სატელევიზიო სიხშირეს დაეუფლა და ტელეკომპანია საქართველო დააარსა, რომელსაც კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან აფინანსებდა. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ შეძლეს კეზერაშვილმა და ნინუამ უზარმაზარი ქონების დაგროვება. გალფში ჩვენს შეკითხვას ასე უპასუხეს. არ არის რა თქვენი ინფორმაციას თქვენს პეტი რომის საჯაროს გახმაურებას მინდა. ეს აბსოლუტურად საჯარო ინფორმაციაა, რასაც მე გთხოვთ და მოიპოვეთ მაშინ თუ საჯარო ინფორმაციაა. გალფის ბრენდი ქართულ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. ის კეზერაშვილის კომპანია სამპეტროლიუმ ჯორჯიას ეკუთვნის. სამპეტროლიუმ ჯორჯიას დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ახლახანს გატარებული ცვლილებებით ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია Energy Investments Venture-ია. თუმცა 2010 წელს მისი 100%-იანი წილის მფლობელად ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორში დარეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კობადეთ ჰოლდინგსი იყო დაფიქსირებული. სახელმწიფო მედია საზოგადოებას დღემდე არწმუნებს, რომ გალფი ამერიკული ინვესტიციაა. სინამდვილეში კეზერაშვილის შეპესემ სამპეტროლიუმ ჯორჯიამ გალფის სახელი როგორც სავაჭრო მარკა 15 წლის გამოყენების უფლებით შეიძინა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი უარყოფს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მონოპოლისტები შექმნა. კუბლაშვილი ჭორს უწოდებს იმასაც, რომ საწვავის ბაზარზე დარჩენილი კომპანიები კარტელური შეთანხმების საფუძველზე საწვავს თითქმის ერთნაირი ფასით ყიდიან. ჭორებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, რაც შეეხება ბენზინის ფასებთან დაკავშირებით მიდგომაც ამაზე ყველაზე მყარი შეხედულებები არსებობს და ფასის დადგენის კრიტერიუმებიც არსებობს. 5 კომპანია და ცალკე კიდე აღებული თქვა რაღაცა სეგმენტი შეიძლება მცირე, თუმცა არსებული სეგმენტი რომელიც არიან. მათ ნამდვილად არ ჭირდებათ არანაირად სახელმწიფოს ფარველობა. ვანო მთვრალაშვილი ხელფასს ნავთობიმპორტიორთა ინტერესების დაცვისთვის იღებს. ისიც ამტკიცებს, რომ ბრალდებები მოგონილია და ბაზარზე ფასს კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენცია არეგულირებს. კითხვაზე რატომ ღირს გალფის ბენზინგასამართ სადგურებში სოკარის ბენზინი უფრო იაფი ვიდრე თავად სოკარის, მთვრალაშვილი პასუხობს. აზერბაიჯანული საწვავი არ იყიდება, თვითონ უშუალოდ აზერბაიჯანული ბენზინი არ იყიდება ძალიან დიდი ფასდანამატით. ეს თოლა არ არის სოლით, რომ ანუ ის 15-20 თეთრიანი ფასთა სხვაობა არ არის, თუ ჩვენ სწორედ ზუსტად დავტოვოთ ყველაფერს, ყველა მონაცემს. ჩვენ ვილავთ იქ, რომ ეს ფასი არის აბსოლუტურად რეალური და ეს არის მართალი ფასი.
კარტელური შეთანხმება არის კაპიტალისტური მონოპოლიის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, როდესაც მსხვილი კომპანიები თანხმდებიან ბაზარზე ბატონობისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ან და ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი, ჯგუფურად და არა ერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. აი ეს არის სწორედ მონოპოლიური საქმიანობის კლასიკური მაგალითი და ოპოზიცია მონოპოლიური საქმიანობის წახალისებასა და კონკურენციის შეზღუდვაში მმართველ ელიტას ადანაშაულებს. ხელისუფლებამ შექმნა სისტემა, რომელმაც 100-ზე მეტი იმპორტიორი ბაზრიდან გააძევა და საქართველოში საწვავის შემოტანაც და რეალიზაციაც 5 კომპანიის ხელში მოაქცია. ბაზრის მთავარი მოთამაშეები უპრობლემოდ თანხმდებიან, როგორ დააგროვონ უფრო მეტი ფული საქართველოს მოქალაქეების ისედაც მინიმალური შემოსავლის ხარჯზე. ერთპიროვნულ მმართველობასთან არის სწორედ დაკავშირებული ბიზნესში არსებული ერთპიროვნული კონტროლიც აი ამ სტრატეგიული ბიზნესებისა და სწორედ ამ ერთპიროვნულ მმართველთან დობით აღჭურვილ პირებს აქვთ შესაბამისად ამ სფეროებში დომინანტი, ანუ ეგრეთ წოდებული დირიჟორის პოზიცია. თუ ვინ უნდა შემოიტანოს, რამდენი უნდა შემოიტანოს და რა ფასად გაყიდოს. დაისჯება თუ არა ვინმე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების განხორციელებისთვის. საქართველოს მოსახლეობის ძარცვისთვის. ეს კითხვები ჯერჯერობით მხოლოდ რიტორიკულად ჟღერს იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში ისევ ნაციონალური მოძრაობაა, საწვავის ბაზრის მთავარი დირიჟორი კი ოპერის მეგობარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტიის მთავარი ხაზინადარი დავით კეზერაშვილი. ჰიბრიდული კატასტროფა ასეულობით ფერმერს ვალების გამო ბანკების სახლებს უყიდიან. რამდენი ტონა სიმინდი გავიდა ექსპორტზე 100.000, 1000 თუ 0. ზვიათხელიძის რესპონდენტები სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში სახელმწიფო პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. მთავრობამ ჰიბრიდული ექსპერიმენტის კატასტროფულ შედეგებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. სადაც მე ახლა ვდგევარ, აქ იდგა ტურების ხროვა. და აი ჩემგან 5 მეტროში ვიდექი მე და ჩემი დამხმარე 2 ადამიანი, რომელიც აქ მეხმარებოდა მთელი ამ პროცედურების გაკეთებაში და ვიდექი და ისინი მცავდნენ ამ ტურებისგან. ეს იყო ძალიან ღამის პირველი საათი იყო. ორი მცირეწლოვანი შვილის პატრონი მარტოხელა დედა 31 წლის ლანჩხუთელი ელიზავეტა ფიოდოროვა ქორიძე მთავრობის სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მსხვერპლია. მანიჯარით აღებულ 45 ჰექტარზე ფართოდ რეკლამირებული ამერიკული სიმინდი დათესა და მხოლოდ 120 ტონა მოიწია. მცირე მოსავალზე გაწეულ დიდ ხარჯს ყოველთვიურად შენახვის საფასურიც ემატება. სახელმწიფო 1 კილოგრამ სიმინჯი მხოლოდ 45 ეტრს თავაზობს მაშინ, როდესაც დანახარჯმა თითქმის 2 ლარს მიაღწია. ვალი მაქვს 100.000 ლარი. დღეის მონაცემებით. შეცდომები დაშვებული რო იყო, ამას ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გარდა აღიარებს ის ადამიანებიც, რომლებიც ამას ყოველდღიურად პიარს უკეთებდნენ. ეს არის მთელი სამთავრობო ჯგუფი, კვეზერელი და ჩვენი პრეზიდენტი. სამი დღის წინ დასრულდა პანების მონიტორინგის პროცესი ამ მომენტისთვის პანების შესაძლებელი გადამაყალიბება და ბევრად უკეთესი მდგომარეობაა შესაბამისად მოსწავლენია 6 ტონა საშუალო მოსავალი, რაც არის გასამაგება გასული საჩვენებლებთან, რაც ნიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის ივლისში გაკეთებული ეს პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. პრეზიდენტი და მთავრობა იძულებული გახდა სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის სერიოზული ნაკლოვანებები ეღიარებინა. მიხეილ სააკაშვილი გასული წლის შემოდგომიდან პირდება პროგრამაში ჩართულ ათასობით დაზარალებულ გლეხს, ხან ჰიბრიდული თესლის საფასურის ანაზღაურებას, ხანად ზარალის კომპენსაციას, თუმცა ამ დრომდე არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია. შეიძლება ყველას არ გაუმართლა ჰიბრიდულმა სიმინდმა, მაგრამ ზოგს გაუმართლა, ვისაც არ გაუმართლა, იმასაც სახელმწიფო მიცემს კომპენსაციას იმისათვის, რომ არ ჩამოუშვას ხელები და გააგრძელოს ექსპერიმენტი, იმისათვის, რომ
თავის ოჯახს ხონდეს უკეთეს შემოსავალი. ჩვენი წიება რომ იმ ხალხს ვისაც ჩვენ მივყიდეთ ეს და ვისაც ეს ამათ სია უნდა შედგეს და ამათ კაკოსიანად დაიყო ეს პარლამენტში და მე კარგად მოვისმინე რაც თქვა კაკომ ბობოხიძემ ამათ ეს გადასახადი ამისი არ უნდა გავდავახდებიოთ. ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშეც ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მეგონი არ არის აქ. არა, მიღებული არ არის ბატონო მიხეილ. დიდი მადლობა თუ არა, მიღებული არა, თუ ჩავთვლით რომ ეს მიღებულია, მე ძალიან დიდი ჩათვალეთ რომ მიღებულია. საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის მიერ ფართოდ რეკლამირებული სიმინდის ღერი ერთი ჩვეულებრივი საწერი კალმის სისქისგან დიდად არ განსხვავდება. სამაგიერო ძარალი, რომელიც ქართულ ფერმერებს ამერიკული სიმინდის დათესვით მიადგათ უზარმაზარია. ახლა 20,000 კაცი რო შეიკრიბები და დევრაზმევ ნახეთ ჩამოვდივართ თბილისში. იუზა ჩაჩუა თანასოფლელებს შეუამხანაგდა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული პიონერის ფირმის სიმინდის თესლით 13 ჰექტარზე დათესა. აღებული მოსავალით 13 ტონა სიმინდი სახლის მეორე სართულზე დაეტია და დღემდე იქ ინახავს, რადგან სიმინდის დაბალი ხარისხის გამო ვერ ყიდის. სყერის ინკუბატორები რაღაც ფერმა. და მე ვიძენ, მე ვფიქრე ავშენდი მე გავყვიდი 40 კაპიკას ვატანდი მე ტილი. გონახენ სიმინდი ვარი მითხრეს. აი რა მინდა. ესა უხარისხო, ესა დომწიფერი, ესა ბურბუშალა უბრალოდ. დავწუავ, წოუკიდებ, წეს, დავწუავ და არ ჩიგეს მიწე. თუ გინდა დამხრიდოს. რა რით გადავიხადო, მითხარით, უბრალოდ. და ჩვენ საუბრობთ რომ აი 1000 ლარზე, რომელიც ამ კრედიტის სახით და ამ სათესლე მასალაზე არის საკანონო, რომ იქნება ამაზე და იმ ჩვენ დანახარჯზე და ჩვენს მუშაობაზე აღარ არის საუბარი, ისედაც ზარალში ასე ვთქვათ. იუზა ჩაჩუას კიდევ ერთმა თანასოფლელმა მამუკაონიანმა სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებით მოხიბლულმა აბაშის მახლობლად მიწა იჯარით აიღო და სიმინდის თესლი 15 ჰექტარზე დათესა. მოსავლის აღებამდე დამატებითი ხარჯის გაღება მოუწია, რადგან მის სიმინდს ჭია გაუჩნდა და შეწამბლა სჭირდებოდა. ბანკიდან ვალად აღებულ 16,000 ლარს კიდევ 10,000 ლარი დაამატა, მაგრამ 15 ჰექტარზე მხოლოდ 26 ტონა სიმინდი მოუვიდა. ახლა ის და მისი 4-სულიანი ოჯახი ბანკში გირაოდ ჩადებული სახლის გაყიდვას ყოველდღე ელოდება. გუშინ მქონდა შესატანი და ვერ შევიტანი, არა მაქვს 5727 ლარს საიდან უნდა მოვიტანო, ხო? მარტო თესლის ფული ხო არ არის აქ ამ ხელა ხარჯებს სახლი მაქვს ჩადებული. ფაქტურად რჩები უსახკაროდ. საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი წასაღებად ჩამოვედით. პირველი პარტია 20 ტონაა, რომელსაც ირანში ჩავიტანთ. ტელეკომპანია იმედის 2011 წლის 29 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი ამბობს, რომ ირანში მიმავალი 20 ტონა სიმინდი თავად კვეზერელმა გააცილა და რომ უახლოეს მომავალში 20 ტონას 99,980 ტონა მიემატებოდა და საქართველო 2011 წელს პირველად ექსპორტზე 100,000 ტონა სიმინდს გაიტანდა. ციფრების გადასამოწმებლად ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას დაუკავშირდით და მის ხელმძღვანელთან შეხვედრა ვითხოვით. სამწუხაროდ გენერალურ დირექტორთან არის შეხვედრაზე და არ გათავისუფლებულა, როგორც კი გამოვა აუცილებლად გადავცემ თქვენს კოორდინატებს და ან მე დაგირეკავთ, ან თვითონ დაგეკავშირებთ. საზღვარგარეთ გატანილი სამწუხაროდ არის მხოლოდ 1000 ტონამდე და ვიმეორებ ესეც მხოლოდ იმის გამო, რომ მე პატრონეებისთვის ჯერჯერობით არ არის მომგებიანი დღეს არსებული ფასები. დღეს არაფერი არაა გატანილი. ის ყველაფერი იყო მოჩვენებითი, რომ აჩვენეს ტელევიზორში, რომ თუთქოს ირანში გავიდა. რა გავიდა ირანში? დაუშვნელი გამოუმშრალი სიმინდი? ეს ხო ზღაპარია. არაფერი არ გასულა. საბაჟოზე მოხდა ამის გადამოწმება იმ დროს და არაფერი არ გასულა იქ. ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად ტყილი. რა გვჭირდება ჩვენ? ჩვენი მოთხოვნილება დათვლილია? ჩვენ მოცხოვრება საჭირდება დათვლილია? ეს არის აბსოლუტურად ტყილი. არ გახდა მისი ფასი 400 დოლარი. მე რა დავაშავე მაშინ დავუშვათ. არაფერი როგორც წერია, როგორც საჭირო იყო, ყველაფერი ისე გავაკეთეთ რა. ზურაკი კალიშვილი და ირაკლი კაკაჩია სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისგან დაზარალებული ზუგდიდელი ფერმერები არიან. 59 წლის ზურაბ კიკალიშვილის ზარალმა 21,000 ლარი შეადგინა და სახლიდან გამოსახლებას მის მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად შემოდგომაზე ელოდება. 26 წლის ირაკლი კაკაჩიამ სიმინდი პროფესიით აგრონომი მამის სურვილით დათესა. ირაკლი კაკაჩიას მამა ტარიელ კაკაჩია 2011 წლის იანვარში გარდაიცვალა. 10 ჰექტარიდან ახალგაზრდა ფერმერმა მოსავალი მხოლოდ 2 ჰექტარზე მიიღო, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ყანიდან გამოსატანად დამატებითი ხარჯების გაწევას აზრიც კი არ ჰქონდა.
სურთ მოიყვანოთ 5-ჯერ მეტი siminti. დაგვიკავშირდით სოფლის მეურნეობის კორპორაციის ცხელხაზზე 605-105 ან მიმართეთ ადგილობრივ გამგეობას. დავთესეთ აი ამ პროგრამიდან გამომდინარე ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც კორპორაციამ გვირჩია, როგორც იყო ნათქვამი, დათესვაც ყველაფერი თავიანთი ტექნიკით, თავიანთი შხამქიმიკატებით ყველაფერი, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდია. ჩვენებური ჯიშის siminti სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა ვიდრე ამერიკული. ჩვენ ხედავთ განვითარების მხრივაც ხედავთ, რომ აი რა სხვაობაა, ხო? საერთოდ ისედაც ღეროუსუსურია, რომელსაც საერთოდ siminti არ ქონდა დამწიფების პერიოდიც ვერ მოასწრო და როგორც აი ბატონი ზურაბი დამეთანხმება, რომ აი ღერო გადავტეხეთ და თვითონ იყო მატლი, რომელიც რომელიც შიგნიდან გაანადგურა უკვე. simintis წარმოების ხელშეწყობის პროგრამისგან დაზარალებულმა ფერმერებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და საკუთარი პოზიციების დაცვას მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით აპირებენ. თუმცა ჯერჯერობით კვლავ პრეზიდენტის იმედად არიან, უფრო ზუსტად მის სახელზე გაგზავნილი წერილის იმედად, რომლის ჩაბარების შესახებაც შეტყობინება simintis წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის თავმჯდომარეს უკვე მოუვიდა. უკიდურეს მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი და ვითხოვთ დახმარებას. დახმარებას ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომელმაც სახელმწიფომაც ზუსტად ეს სათესლე მასალა მოგვაწოდა. და გვითხრა და დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ამ პროგრამის გაკეთების და განხორციელების შემთხვევაში გავაუმჯობესებდით ჩვენ არსებულ მდგომარეობას. ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ simintis წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაში 6 მილიონამდე ლარი დახარჯა. რაოდენობისაა ზარალი, რომელიც ქართველ ფერმერებს მიადგათ ჯერჯერობით დათვლილი არ არის. შესაბამისად არც ისაა ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და ფერმერებს, მხოლოდ თესლის საფოსურს აუნაზღაურებს თუ ზარალის კომპენსაციასაც შესთავაზებს. პრეზიდენტი ამ ადამიანებზე შორიდან საუბრობს და მხოლოდ მათ სტუმრობს, რომლებმაც რეკლამირებული ამერიკულის დათესვას ქართული თესლის დათესვა ამჯობინა და უხვი მოსავალი მთავრობის სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის გარეშე მოიყვანა. რა, მიმწანდებით. არა, არ დაწვედა. არა, მოიცა. მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელმა განცხადებამ ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით უხერხულ მდგომარეობაში არა მხოლოდ ქართველი მინისტრები, არამედ მონასტრის რეალური მფლობელი იერუსალიმის საპატრიარქო და ისრაელის სახელმწიფოც ჩააყენა. რეალურად შესაძლებელია თუ არა იერუსალიმის ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილში მდებარე მონასტრის გამოსყიდვა, თუ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პიარია. ამ თემით ნინო ჯაფარიძე დაინტერესდა. იერუსალიმია, ქალაქი, სადაც ქრისტიანული სამყაროს ყველა დიდი სიწმინდეა თავმოყრილი. ეს კი ისრაელის პარლამენტის შენობა ისტორიულ დედაქალაქში. ტერიტორია, სადაც ქნესეთი აშენდა, საუკუნეებია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კუთვნილებაა. აქვეა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაც. იერუსალიმის ოქროს ფონდად წოდებულ ამ ზონაში მიწას მართლაც ოქროს ფასი აქვს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქ მდებარე ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე მუშაობს. მე შევქმნი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე ისრაელში და ამის შესახებ ჩვენ საელჩოს დავალებული აქვს, რომ ჭიდრო კონტაქტები გქონდეს ისრაელის მთავრობასთან, მადლობელი ვართ ისრაელის მთავრობის თანამშრომლობისთვის, მოხდეს გორში სამხედრო აკადემიაში პრეზიდენტის მიერ ნათქვამმა მონასტრის რეალური მფლობელი იერუსალიმის საპატრიარქო, ისრაელის სახელმწიფო და ქართველი მინისტრებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. თანამდებობა არ გაძლევს ამის ინდულგენციას. რომ ყოველთვის შენი განცხადება სწორია. მე ვფიქრობ, რომ არასწორი იყო თავად განცხადება. ეს იმდენად რთული საკითხია, იმდენად ფაქიზის საკითხია ყველასთვის, ყველა მონაწილე მხარისათვის. აქ არ არის ერთი, ან ორი, ან სამი მონაწილე მხარე. სულ მინიმუმ შემიძლია ვთქვა, რომ არის 6-7 მხარე, რომელიც აუცილებელია, რომ ჩაერთოს ამ საკითხში. ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩუმად, წყნარად, საქმიანად. ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე საუბარი სინამდვილეში ამ განცხადებების გამო ატეხილი სკანდალიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყო და ისიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამას ადასტურებს პასუხი, რომელიც კვირის რეპორტაჟმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხილვების დროს ისრაელში შეგვატყობინა საქართველოს განზრახვის შესახებ დაიწყოს მოლაპარაკებები იერუსალიმის საპატრიარქოსთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელში განხილვებისას განაცხადა, რომ საქართველო მიცის, რომ ეს მონასტერი ეკუთვნის იერუსალიმის საპატრიარქოს და სურდა ისრაელის სახელმწიფოს ინფორმირება, რადგან მონასტერი იმყოფება ისრაელის ტერიტორიაზე. Რაფიოდ დავაფიქსირე პატრიარქთან შეხვედრაზე ქართული სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის, ქართული ხალხის სურვილი, რომ მოხდეს ჯვრის მონასტრის დაბრუნება საქართველოს რელიგიურ და კულტურულ სივრცეში, ვინაიდან ჯვრის მონასტერი არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი და ამასთან ერთად ბუნებრივია დავაფიქსირე ჩვენი დიდი პატივისცემა საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის მიმართაც. პრეზიდენტის განცხადება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის თაობაზე დროში დაემთხვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბრუნებას წმინდა მიწიდან, სადაც ის ერთ კვირაზე მეთხანს იმყოფებოდა. იმედი გამიჩნდა, რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე. ბაქრაძის ვიზიტამდე არავითარი მოლაპარაკება რომ არ იმართებოდა, ეს საქართველოს საპატრიარქომაც განაცხადა და მონასტრის ამჟამინდელმა მფლობელმაც. იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოლაპარაკებებზე საუბრობდნენ რურუა, კალანდაძე და სააკაშვილი. პატრიარქს მაგიდაზე ედო საქაღალდე მათი განცხადებები და მითხრა, წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობენ ისინი. დავით ბაქრაძის ვიზიტამდე ეს საკითხი არავის დაუსვამს. ამიტომ პატრიარქის და მისი გარემოცვალს გაკვირვებული იყო იმ საუბრებით, რადგან მათთვის არავის მიუმართავს. იერუსალიმის პატრიარქმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი მიმართა და პასუხი მიიღო, რომ სამინისტრო არ იცის, რომელ მოლაპარაკებებს გულისხმობდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა ქართული კულტურის. პრეზიდენტის განცხადება პიარისთვის რომ გაკეთდა, მთავრობის წევრების დაბნეულობაც მოწმობდა. კულტურის მინისტრმა ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე მომუშავე ჯგუფის არარსებობა არ შეიმჩნია და მიზეზად კონფიდენციალობა მოიშველია. ნინო კალანდაძემ კი ისაუბრა სამუშაო ჯგუფზე, რომელიც მომავალში შეიქმნება. რთული სათქმელია რა ეტაპზე იმყოფება მოლაპარაკება, იმდენად რამდენადაც მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის მოიცავს ორი მხარის მონაწილეობას, ორივე მხარეს უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. დაწყებული არის ამაზე მუშაობა და დაწყებულია პოლიტიკურ საკითხზე, მარტო ეკლესია მას სამწუხაროდ ვერ გადაწყვეტს. ამის მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს ზედმეტად ეჩვენება შეკითხვა, სინამდვილეში ვინ, როდის და რა ფორმით დაიწყო მოლაპარაკება. ეს ძიმე მოლაპარაკებები იქნება და მოусმენთ და კომენტარებს გააკეთებიათ თვითონ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის რაიმე ფორმით ქართული მხარისთვის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები არაოფიციალურ ფორმატში 1980 წლის შემდეგ იმართება. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი იხსენებს, რომ თემას გვერდივერც 5 წლის წინ აუარეს, როდესაც ის იერუსალიმს კერძო ვიზიტით სტუმრობდა და პატრიარქ თეოფილე მესამესაც შეხვდა. პატრიარქმა განაცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველები, ან სასულიერო პირები დაბრუნდებიან იერუსალიმში. რაც შეეხება ჯვრის მონასტერს, დავარწმუნდით იმ თქვათ აზრში, რომ უფრო რეალურია, რომ აშენდეს ახალი ქართული ეკლესია, ვიდრე ამ მონასტრის დაბრუნება ქართულ იურისდიქციაში. ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის თემით წლების წინ ბადრი პატარკაციშვილი და კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძეც დაინტერესდნენ, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა. დღეს კი თეოფილე მესამე საიდუმლო ტოვებს ბიზნესმენების და მათი შუამავლების ვინაობას, ვინ ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის წინადადებით მიმართა. Он не уточнил, о каких бизнесменах идет речь. ამ ბიზნესმენების ვინაობა პატრიარქს არ დაუზუსტებია. თუმცა თქვა, რომ გამოსყიდვის თემის განხილვის აზრს ვერ ხედავს, რადგან მეტად დიდ სტრუქტურაზეა საუბარი. ეს დაახლოებით ისეთია, რომ თქვა ვაშინგტონში კონგრესის შენობის, ან მოსკოვში კრემლის გამოსყიდვას უსწრებს. გარდა იმისა, რომ ეს მიწის საკმაოდ დიდი ფართობია, ამ მონასტერს დიდი ისტორიული ღირებულება აქვს და არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს მისი შეფასება. გამოსყიდვა რას ნიშნავს? ვისგან უნდა გამოისყიდონ? ალბათ რომ ქართველი ბერები რომ ყავდეს მაგდენი მონაზვნები რომლებიც სწავლენ და იქ იცხოვრებენ, ილოცებენ. ძალიან ზვირია იქ ცხოვრება. და იქ რომ შევინახოთ ბერები, ჩვენი ქართველი ბერები, მას გარკვეული თანხები ჭირდება და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ამას ჩვენი ეკლესიას ალბათ გაუჭირდება იქ შენახვა. ადგილი, სადაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერი აიგო, სიწმინდით მეორეა გოლგოთას შემდეგ. მიწა აქ მირიან მეფეს ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს თხოვნით შეუძენია. პირველი ეკლესია კი ვახტანგ გორგასალს აუგია. მოგვიანებით არაბთა შემოსევებისას განადგურებული ტაძარი მე-11 საუკუნეში გიორგი პროხორე შავშეს აღუდგენია იმ სახით, როგორითაც დღემდე შემორჩა.
მონასტერს საქართველოს ინახავდა მთლიანად. უზარმაზარი ქონება ჰქონდა საქართველოში. კახეთში ჰქონდა მიწები, ქართლში დირბია სოფელი მაგალითად, იქ მთელი ეს უზარმაზარი სოფელი თავის მიწაწყლით ეკუთვნოდა ჯვრის მონასტერს. და თბილისში ცნობილია ჯვრის მამა რო არის, ჯვრის მამის ეკლესია როა, ესაც ჯვრის მონასტერთან არის დაკავშირებული. მე-17 საუკუნის ბოლოს აქ მოღვაწე ქართველი ბერები იძულებულები გახდნენ ბერძენი მამებისთვის ეთხოვათ დავალიანების გადახდა, რომელიც მონასტერს დაუგროვდა. ისტორიული ცნობების თანახმად, მოგვიანებით ქართველთა მეფეს ერეკლე პირველს მოუხერხებია იერუსალიმის საპატრიარქოსთვის ამ თანხის დაბრუნება. არსებობს იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოზის ანდერძიც, რომ მონასტერი ქართველებს უნდა დაუბრუნდეთ. შემდგომში არის პატრიარქის წერილი მიწერილობა უკან ქართველ მეფისადმი, სადაც წერს პატრიარქი, რომ ქართველებმაო ერთმაგად კი არა, ორმაგად აანაზღაურეთ ის დავალიანება, რომელიც ჩვენ თავის დროზე გადავიხადეთ. და დოსითეოსი თავის ანდერჩი წერს, რომ როდესაც ქართველი იღუმენი დაბრუნდება იერუსალიმში, მაშინ მას უნდა მიეცეს სრული უფლებები განახორციელოს თავისი იურისდიქცია ჯვრის მონასტერში. გაითვალისწინებს თუ არა იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქო პატრიარქ დოსითეოზის ანდერც უცნობია. ეს საკითხი საპატრიარქოსთვის მეტად დელიკატურია. მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით სერიოზულ სკანდალში ის ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გაეხვა. საქმე ისაა, რომ საპატრიარქო იერუსალიმში სერიოზული მიწათმფლობელია. ეს მიწა ადგილობრივ ბაზარზე მილიარდობით დოლარი ღირს. მიწის გაყიდვასთან დაკავშირებული სკანდალი თეოფილე მესამეს წინამორბედ პატრიარქ ირინეოს 2005 წელს პატრიარქის ტახტის ფასად დაუჯდა. მიწების გასხვისებას ედავებიან თავად თეოფილე მესამესაც. ამის გამო 2010 წლის აღდგომას პალესტინელი მართლმადიდებლები მას დემონსტრაციით და პლაკატებით დახვდნენ. წმინდა მიწა არ იყიდება. გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.